მივხვდით, დღეს გამოხატულება იყო თავისუფალ ინსტიტუტებზე ზეწოლის წარმოუდგენელი რაღაცა რუსთავი 2-ის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს პირდაპირ რომ თქვათ ძალიან საეჭვო ბრალდებებით. მე ძალიან კარგად ვიცი რომ ამ ტელევიზიის ფლობელებზე ხორციელდებოდა და ზეწოლა ეს ტელევიზიითაც გაცხადა ეს არა ჩემი მოგონილი ფლობელებს ვერაფერი ვერ უპოვეს და ვერც უპოვიდნენ და ახლა დირექტორი დააკავეს. ასევე სრულიად წყალბი ბრალდებით. ძალიან ჩქარა დამთავრდება და ძალიან ცუდად იმათვის, ვინც ამას აკეთებს ყველაფერი. მე მინდა ისინი გავაფრთხილო. საქართველოში ვერავინ ვერ დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ისინი ესწრაფიან და ძალიან ახლო არიან ძალიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ როგორც პრეზიდენტი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც აქვს მათ შორის ისტორიული მახსოვრობა თქვენთან ერთად და მახსოვს რა ხდებოდა აქ ბოლო წლებში. მე ვითხოვ დაუყოვნებლივ თავისუფლებას თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის ისევე როგორც შეწყვეტას ამ ყველა უკანონობის და აღკვეთას რომელიც არის და პასუხისგებლობას იმ პირების ვინც ამას ჩადიან. მინდა გამოთქვა არა მხოლოდ იმედი, არამედ ზუსტი წმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად. და ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მათ გონიათ. და თუ ვინმეს გონია, რომ გრევა, ინსტიტუტების გრევა, არმიის გრევა, გენშტაბის უფროსს დააკავებ თავდაცვის მინისტრის ტუალეტთან, აბა მამას ხო არაფერი არ ქვია. პოლიციის გრევა, როცა პოლიცია ზეუბნებიან, რომ თუნდაც კრიმინალს თავი უნდა დაუხარონ. თავისუფალი პრესის გრევა. შენობების გრევა. ეს არის ის გზა, რასაც ქართულმა ხალხმა მიცა ხმები არჩევნებში ძალიან ცდება. ხალხმა მხარი დაუჭირა სოციალური ვითარების გაუმჯობესებას და ამ ხალხზე პასუხი ის არის, რომ ბათუმს და ქობულეთს და ყველა სხვა შეუმცირეს სოციალური ხარჯები და უსახკაროთა თავშეფარი რაზეც ამდენი ვიმუშავეთ და ამ სოციალურ დაუცველ ხალხს, რომელსაც ასე უჭერს, დღეს რითი პასუხობენ? საკრებულოში შეჭრებით და ვიღაცების დაპატიმრებებით და ეს უნდოდა იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის არსებობისთვის. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ. უთხრა ყველა ადამიანს, ვისაც მე მიცემს რატო ეჩქარება ამათ. იმიტომ რომ ვერ გძნობენ თავს დარწმუნებულად, ვინც ასეთ სპირალში შედის, ის ძალიან ჩქარა გამოდის, როგორც სხვა მიმართულებიდან ამ სპირალის. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს და სხვა ქვეყნებსაც ეს გავლილი აქვთ. მე ბევრს დავდივარ უცხოეთში, მაგრამ იქ ამ თემებზე არ ვლაპარაკობ. აქ უნდა ვილაპარაკოთ და აქ განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ზოგადად კითხვებზე პასუხის გაცემა ყველგან გვიძებს სულ უფრო მეტად ძალიან მწვავე კითხვებზე. საქართველოში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და ჩვენ ქართულ ხალხს აქვს საკმარისი რესურსი, რომ დაიცვას თავის ინსტიტუტები